ექსკლუზიური ინტერვიუ ენდი გარსიასთან ჰოლივუდის ვარსკვლავს იმედი ჟურნალისტი ნატა თოფურია შეხვდა მსახიობი გადაღებებისა და მიხეილ სააკაშვილთან საუბრის დეტალებს ყვება. ამასთან გეტყვით, რომ იმედის ბაზაზე მზადდება დოკუმენტური ფილმი თუ როგორ მუშაობს ჰოლივუდი საქართველოში, როგორ იღებენ ბატალურ სცენებს, რა ხდება გადასაღებ მოედანზე. ექსკლუზიური უფლებით ეს დოკუმენტური ნამუშევარი ჰოლივუდის კინოპროდუქციის მსოფლიო პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ იმედის ეთერში გავა. ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ენდი გარსიასთან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ყოფნა და თქვენთან საუბარი. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა ხანი დავყავი, სულ 4 დღე. პირველი შთაბეჭდილება, რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, ის არის, რომ თქვენი ხალხი ძალიან სასიამოვნო საურთიერთობაა. აკაურების გაცნობის შემდეგ, ჩემთვის ნათელი გახდა თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის. თქვენი ისტორია ძალზე დრამატულია. როლის თამაშისას რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო მე არ გამაჩნია. ჩემი კარიერის განმავლობაში ზუსტად ხვდებოდი, რას მავალებდნენ და როგორ უნდა შემესრულებინა ეს დავალება. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ორგანულად ჩავწვდე სიტუაციას. შევძლო პერსონალიზაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლია ითამაშოს სწორი ემოციები. რთული იყო პრეზიდენტ სააკაშვილის თამაში. ბუნებრივია ის, რომ პრეზიდენტია და სხვაგვარად, უფრო ბუნებრივად განიცდის თავისი ქვეყნის თავისუფლებასა და მშვიდობას. როგორც მსახიობმა სხვა რაკურსითაც შევხედე ჩემს სამუშაოს. გადაღებებზე იმდენი ხალხი იყო შეკრებილი, იმხელა ემოცია მოდიოდა მათგან, რომ მე დიდი ენერგია მივიღე. ამ დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობაც მქონდა, რადგან სიტყვები, რომელიც მე უნდა წარმომეთქვა, არა მარტო საქართველოს თავისუფლებასა და მშვიდობას ეხებოდა, არამედ მნიშვნელოვანი იყო მთელი მსოფლიოსთვის. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფილმზე სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო მქონდა. წინასწარ ვნახე რამდენიმე ვიდეო რგოლი YouTube-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოები ქართულ ენაზე იყო და მე ეს ენა არ მესმოდა, ვხედავდი მის ემოციებს, მის პერსონაჟს. ჩვენ უკვე მომხდარის რეინკარნაცია უნდა მოგვეხდინა. ამიტომ აქ მთავარი იყო ემოციის სწორად დაჭერა. მე მგონი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე უნდა გამეკეთებინა. ამაში პრეზიდენტთან საუბარიც დამეხმარა. ის პროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი. ინტერესდებოდა თუ რას ვაკეთებდით. მან მომცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი თავისუფალი. დამენახა მისი სახასიათო დეტალები და ორგანულად შემეგრძნო როლი. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ მთელმა გადამღებმა ჯგუფმა საუცხოოდ იმუშავა. თავისი სამუშაო არაჩვეულებრივად შეასრულეს დიზაინერებმა და რა თქმა უნდა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ ფილმი თავის მისიას შეასრულებს. ის თავისუფლებასა და მშვიდობას უნდა ემსახუროს. ყველამ კარგად იცის, რა არის კონფლიქტი, რა არის ომი. ჩვენ კარგად ვიცით, რას გრძნობს ამ დროს ხალხი. მე მჯერა, რომ ამ საქმისთვის ვარ აქ და ამის გამოდება ფილმი. You're welcome. My pleasure. Thank you very much. Likewise, sweetheart. Thank you. Bye-bye. Bye-bye.